დღეს კიდევ ერთხელ აღმოგვიკითხეს სიტყვები, რომელიც წესით მთელ ჩვენ ცნობიერებას უნდა ცვლიდეს, სიტყვები უფლისა, რომელიც ჩვენ ვიცით, რომელიც ბევრჯერ წაგვიკითხავს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერ და არ თუ ვერ ვახერხებთ მის განხორციელებას, რომ გვიყვარდეს ღმერთი მთელი ჩვენი არსებით, გონებით, სულით, ყველაფრით, ანუ მთელი ადამიანური არსებით, ძალით, გონებით, სულით, მთელი ჩვენი არსებით გვიყვარდეს ღმერთი და გულისხმის ყოფით და გვიყვარდეს ადამიანი როგორც საკუთარი თავი. ჩვენ და ეს მეორე ცნება გიყვარდეს ადამიანი როგორც საკუთარი თავი, მეტნაკლებად თითქოს და ხშირად გონია რომ გამოგვდის ყოველ შემთხვევაში როცა ხიბლის მდგომარეობაში ვიმყოფებით ესე გონია, მაგრამ შეუძლებელია ეს გამოვიდეს მთელი სისავსით, იმიტომ რომ საკუთარი თავივით უნდა გიყვარდეს და საკუთარი თავი უპირველეს ყოვლისა ნიშნავს იმას, რომ ქრისტეს ხატი ხარ და ანუ თუ ადამიანი ყველა ადამიანი უნდა გიყვარდეს როგორც ქრისტეს ხატი, როგორც საკუთარი თავი, ქრისტეს ხატი, სხვაც ქრისტეს ხატი და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საკუთარი ოჯახის წევრებიც კი, მაგალითად შვილები, როცა ჩვენ მათ ხშირად კერპებად ვიხდით და ხშირად ვწუხვართ მათ ამ ქვეყნიურ პრობლემებზე, მაგრამ არ ვწუხვართ მათ არაქრისტიანულ ცხოვრებაზე და არ ვწუხვართ იმაზე, რომ პოტენციური ღვთის ხატნი ამასოფლის ლაფში არიან ამოსვრინლი და ვერ ცხოვრობენ ისე როგორც საჭიროა და ნაკლებად ვწუხვართ ამაზე, ესე იგი ჩვენ ისინი არ გვიყვარან როგორც ქრისტეს ხატი. რაღა ვთქვათ ჩვენს სხვა ადამიანებზე, არა ვთქვათ თუნდაც ოჯახის წევრებზე და რაღა უნდა ვთქვათ ჩვენ მტრებზე. უпроსორეთ იმ ადამიანებზე, რომლებიც შეიძლება განსაკუთრებული მტერნიც არ არიან, მაგრამ რაღაცნაირი ფორმით გვაწუხებენ, გვავიწროებენ და პირველ რიგში უნდა ვხედავდეთ მათში ღვთის ხატს და არა ვთქვათ იმას, იმ ქმედებას, რომელსაც ისინი ჩვენ წინააღმდეგ ჩადიან და ისინიც ვერ გვიყვარან როგორც ქრისტეს ხატნი, მაგრამ ეს მეორე მცნება თუ ამ კუთხით შევხედავ და აბა სხვა კუთხით როგორ უნდა შევხედოთ, იმიტომ რომ ჩვენ უპირველეს ყოვლისა ღვთის ხატნი ვართ, როგორც ხედავთ, აბსოლუტურად შეუძლებელია მის შესრულება, იმიტომ რომ ხატობის არსი რომ გაიგო, მსგავსებისკენ უნდა მიისწრაფოდე და ამიტომ შეუძლებელია მეორე მცნების ახმა და გაგება პირველი მცნების გარეშე გიყვარდეს ღმერთი მთელი შენი ძალით. ეს სიტყვები მრავალი ჩვენთაგანისათვის თეორიაა, თუმცა მრავალი ადამიანისათვის იგი ცხოვრების წესად იყო, მაგალითად სერაფიმე სარულველისათვის, რომლის ხსენებაც დღეს არის. სერაფიმე სარულველი 19 საუკუნეში რუსეთშიც და მსოფლიოშიც და საქართველოშიც ბევრი წმინდანი ცხოვრობდა. რუსეთის მაგა რუსი იყო, სერაფიმე სარულველი რუსიც აღარ არის, შეიძლება ასე თქვას, ის სწორედ მას ასეთებზია ნათქვამი, რომ ღვთის წინაშე არ არის ეროვნება, თვით მამაკაცობა და დედაკაცობაც კი. ანუ ყველაფერი მეორე ხარისხოვანია, მთავარი ღვთის ხატია და ამიტომ სერაფიმე სარულველზე ვერ ვიტყვით მის ნაციონალურ კუთვნილებას ვერ წარმოვაჩენთ ვერანაირად. ასევე ყველა სხვა წმინდანთან დაკავშირებით იგივე უნდა ითქვას, ისე როგორც ვერ ვიტყვით რომ მაგალითად ღვთისმშობელი ან თავადუფალი დედით ებრაელია, ხო აბსურდია, სასუფეველის მოქალაქენი არიან. ასე რომ სერაფიმე სარულველი თუმცა რუსეთში მოღვაწეობდა, ამიტომ რუსეთის მაგალითზე რომ ვთქვათ, რამდენი წმინდანი იყო მაშინ და წმინდანად შერაცხილი 19 საუკუნეში. მაგრამ წმინდა სერაფიმე განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს და ეს სიყვარული გადაცდა რუსეთის ფარგლებს და საქართველოშიც როგორი დამოკიდებულებაა მისდამი. მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც მეტყვის, რატომ უყვართ სერაფიმე სარულველი ასე და ამგვარად განსაკუთრებულად ვიდრე სხვა წმინდანი. ვერავინ ვერ მეტყვის ამას. არსად არ წამიკითხავს, არსად არ გამიგია, მაგრამ ეს არის ფაქტი. აუხსნელი, მისტიური ფაქტია. ერთადერთი შეიძლება რომ ჩვენ ვეცადოთ რომ დავაკვირდეთ მის ცხოვრებას, ბევრი არაფერი დაუწერია. კაცმარო თქვას შეიძლება ითქვას არც არაფერი დაუწერია, თუმცა მისი გამონათქვამები გარკვეული არსებობს. ერთ-ერთი ეს ყველა მისით ხშირად ვიმეორებთ, რომ ქრისტიანული ცხოვრების მიზანი, თუმცა ეს მისი ორიგინალური აზრი არ არის, წმინდა მამებისგან მომდინარეობს, მაგრამ მან კიდევ ერთხელ გაახმოვანა, რომ ქრისტიანული ცხოვრების არსი ეს არის სულიწმინდის მადლის მოხვეჭა. ამაში ძალიან ღრმა თეოლოგიური აზრია.
ეს არის თეოლოგიური აზრი უკავშირდება ეკლესიის პნევმატოლოგიურ ასპექტს. ჩვენ ძალიან ხშირად აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ ეკლესია არის ღვთის ქრისტეს სხეული და ჩვენ ვეზიარებით რა ქრისტეს სხეულის ნაწილი ხვდებით, მაგრამ გვავიწყდება პნევმატოლოგიური, ანუ სულიწმინდისეული ასპექტი ეკლესიისა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მირონცხებულნი ვართ და აქედან გამომდინარე თითოეული ჩვენთაგანი ნათლობის შემდგომ იქ მეორე საიდუმლო სრულდება, რომელიც მივიწყებულია. აი, ვამბობთ ხოლმე, ადამიანი უნდა მოემზადოს იმისათვის, რომ მოინათლოს. და საუბარია ხოლმე ნათლობაზე და გვავიწყდება, რომ იქ მეორე ასევე დიადი საიდუმლოება აღესრულება მირონცხებისა, რომელიც არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი საიდუმლოება, რომელიც შეიძლება ცალკე აღსრულდეს და არ აღსრულდეს ნათლობასთან ერთად, უბრალოდ ჩვენ ესე აღვასრულებთ, ტრადიცია ესეთია ბოლო პერიოდის და ეს საიდუმლოება ნიშნავს იმას, რომ თითოეული ჩვენთაგანი უერთდება სულიწმინდის საუფლოს, მანამდე ხდება რა ქრისტეს შვილი ნათლობით. ქრისტეს შვილი ხდება რა, იგი შედის სულიწმინდის საუფლოში, ანუ ეკლესიაში შედის და თითოეული ჩვენთაგანი იღებს ნიჭებს, პოტენციურ ნიჭებს, რომელიც შეიძლება თითოეული ადამიანის თავისი პიროვნების შესაბამისად ღმერთისაგან და ეს პოტენციური ნიჭები ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შიგნით, ჩვენს არსებაში, ჩანასახში არის მადლი სულიწმინდისა, განსაკუთრებული მიმართულებების ღმერთმა უწყის მხოლოდ როგორი და რანაირი და შენ უბრალოდ ვალდებული ხარ, რომ თუ სწორედ იცხოვრო და სწორედ უნდა იცხოვრო, რომ ეს ყველაფერი აღორძინდეს. და ამ აღორძინების შემთხვევაში შენი პიროვნება, რომელიც საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ახდენს შენივე დაცემული ბუნებით, შენი ხორცი და სული და სამშვიდობელი. შენი პიროვნება, რომელიც გარე სამყაროსთან ურთიერთობს შენივე დაცემული ბუნებით, შენი ხორცით, სამშვიდობელი და სულით, მას შემდეგ რაც მოიხვეჭ სულიწმინდას, შენი პიროვნება გარე სამყაროსთან შენ პიროვნებას ექნება ურთიერთობა საღვთო ენერგიით, ანუ სულიწმინდის მადლი, რასაც ქვია იგივე საღვთო ენერგიით და ასევე საკუთარი თავის იდენტიფიკაციასაც მოახდენს საღვთო ენერგიის მიერ. ეს არის სწორედ ეკლესიის პნევმატოლოგიური ასპექტი. ამიტომ ამბობს წმინდა სერაფიმე საროველი, რომ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების მიზანია მოვიხვეჭოთ მადლი სულისაწმინდისა. ეს ნიშნავს იმას, რომ შენი პიროვნების განღმრთობა დაიწყება აქ. რას ნიშნავს განღმრთობა? როცა შენი პიროვნება კიდევ იმეორებს საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ახდენს არა მხოლოდ ბუნებით, რომელიც დაცემულია, არამედ საღვთო ენერგიით, ისე როგორც ღმერთი მოქმედებს სამყაროზე საღვთო ენერგიით და შენ ხდები პატარა ღმერთი. ეს არის არსი ქრისტიანული ცხოვრების. აი, ორ სიტყვას ამბობს წმინდა სერაფიმე საროველი და რამხელას სიღრმედებს. გაცნობიერებული გვაქვს, თეორიულად შეიძლება რაღაც წაგვიკითხავს, მაგრამ ამას ცხოვრების წესში გატარება ჭირდება. როგორ გავატაროთ ეს ცხოვრებაში? რა კარგია, ხო აბა მოიხვეჭე და ღმერთი გახდე. ღმერთი უნდა გახდე და აბა მიდი მოიხვეჭე, რანაირად? სწორე სულიერი ცხოვრება. სწორე სულიერი ცხოვრება. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, ძმებო და დებო, რომ ადამიანი, რომელიც სწორე სულიერი ცხოვრებით არ ცხოვრობს ეკლესიაში, კი არ გაუმჯობესდეს შეიძლება, არამედ უფრო დამახინჯდეს, როგორც ფიზიკურად, ანუ დაავადდეს არასწორი ღვაწლით. სულიერად, რომ არის რა მკვდარი ადამიანი სულიერად კიდევ უფრო მოკვდეს, იმიტომ რომ ფარისეველი გახდეს და ფსიქიურად, იმიტომ რომ ფსიქიურად შეიძლება შეირყეს არასწორი სულიერი ცხოვრებით, რომელიც მაგალითები არსებობს ეკლესიაში. ამაში რა თქმა უნდა დამნაშავენი ვართ ჩვენ სასულიერო პირნი, რომლებსაც არ გვესმის და ვერ ვაძლევთ ვერაფერს ჩვენს სულიერ შვილებს, ეკლესიის მრევლს. პირველი რითაც ეს ვლინდება, რაშიც უნდა ვლინდებოდეს ჩვენი სულიერი ცხოვრება, ისევ ამ მაგალითს წმინდა სერაფიმე იძლევა, სხვათაშორის წმინდა სერაფიმე იძლევა თვით ხატშიც, რომელიც აქ არის დაბზენებული, რომელიც თქვენ იცით და რომელსაც თქვენ ემთხვევით. რატომ არის მოხრილი? ფიზიკურად წმინდა სერაფიმე იყო უაღრესად ჯანმრთელი ადამიანი და ფიზიკურად ძალიან ძლიერი. მის ცხოვრებაში ესეა ცნობილი. და ავაზაკები, რომელიც მას დაესხნენ, 4 იყო თუ არ ვცდები, თან სერაფიმეს ცული ეჭირა ხელში, მას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. იგი ცულის გარეშეც 4-ს გაუსწორდებოდა, იმდენად ძლიერი იყო ფიზიკურად. ის ცული გამოართვეს, კი არ წაართვეს, მას ვერ წაართმევდნენ. გამოართვეს და ხერხემაში ჩაარტყეს და იმის მერე აი ესე მუდამ მოხრილი დადიოდა. ძლივს გადარჩა სიკვდილზე, როდესაც მოინდომეს იმათი მოძიება და დაჭერა და ძიმე კატორღა და ის მოელოდა, მან თქვა, რომ თუ თქვენ მათ დაიჭერ და პოლიციას გადასცემთ, მონასტრის ძმობას უთხრა და წინამძღვრს, მე წავალ თქვენი მონასტრიდან.
აი ნახეთ, როგორი სულიერი მდგომარეობაა. აი როგორც სტეფანე პირველ მოწამეს, რომელიც ხენებას ახლა ხან იყო, ამბობ მიუტევე რამე თუ არ იციან რა სიქმეა. ანუ ადამიანი, რომელიც ნებისმიერ ამ რაც ცხოვრებაში მოდის, იღებს როგორც საკუთარ ჯვარს და იმას კი არ ამბობს, იმ ავაზაკების ბრალია იმათ ყველაფერი ჩემი ბრალი. რასაც ხშირად საუბრობთ ხოლმე. აი რაც არ უნდა მოხდეს. მე ხო ესე ვარ მოწყობილი, სულ გარეთ იმის ბრალია, ჩემი ბრალია ყველა. მე ვარ დამნაშავე. ერთადერთს ვითხოვ, მომიხსენე უფალო შენ სასუფელოში. აი გზა სულიწმინდის მოხოჭის. ამიტომ წმინდა სერაფიმე საროველის ხსენებარო და მოვედით და მრავალი ჩვენთაგანი წირვაზე დაესწრო მრავალი ეზიარა, ეს ისე უპასუხისგებლოთ რომ ხო, ნუ აი სერაფიმე საროველის ხსენება და არა, დავინახო, შევხედო, განვიცადო, მივბაძო, მივემსგავსო, რომ ამით მე ქრისტეს მივემსგავსო, ეს არის არსი ქრისტიანობის. დღეს მძიმე დრო არის სამყაროში და ხვალე კიდევ უფრო მძიმე დადგება. ყოველ დღიურად უამრავ ქრისტიანს კლავენ სამყაროში. ყოველწლიურად ათასობით თუ 10,000-ობით ქრისტიანი ეწირება განსაკუთრებულად მუსულმანულ სამყაროში. საშინელი წამებით კლავენ. ეხლა დღეს ესეთი მონოზონი ახმოვანებდა, ინტერვიუ ჰქონდა. ესეთი მეთოდი აქვს, რომ იჭერენ ქრისტიანებს გარკვეულ ისლამურ სახელმწიფოებში. და რაღაცას კითხულობენ იქ, თავიანთ რაღაცებს მოკლედ, მერე წამოაქცევენ და როგორც პირუტყს. ისე კლავენ. სისხლს უშვებენ კისრიდან, ამ სისხლს აგროვებენ და პატარა ბოთლი $100,000 იყიდება. და ვიღაც კლავ ესეთ მსგავს უცნაურ არსებებს, ესე იგი მიყიდიან, რომელიც ესე იგი ალახის სახელით თუ რაღაცა ხელებს იბანენ. აი ეს მდგომარეობაა დღეს სამყაროში და ჩვენ დღევანდელი ქრისტიანები აი იმათ ფონზე მე არ ვიცი როგორ ფუფუნებაში ვარ. რითი ვართ მათზე უკეთესნი? არაფრით, უბრალოდ შეიძლება წინაპრები ყავდა. ძალიან, აი როგორც ბიბლიაში როა, რომ როცა ცოდავს ერი და ეუბნება მეფეს ღმერთის გამოცხადებაში, რომ შენს გამო დროებით ამერს შევიწყნარებ, მაგრამ შენს მერე დაიჯებიან. აი თითქოს და აი რაღაცნაირად არ ვიცი რის გამო მე ვერ ხვდები ამას. კატასტროფული სიტუაციაა სამყაროში. ხმას არავინ არ იღებს ამას. ისევ ქრისტიანი, აი იგივე საქართველოში ეს ჩვენი რა დავარქვა ამ ლიბერალებს, მე არ ვიცი. თუ ესეთი მაგრები არიან, ერთი ამოიღონ ხმა, ერთი გაბედონ მუსულმანების წინააღმდეგ ხმის ამოღება, ლაჩრები. მაგას ხო ვერ გაბედავენ, იმიტომ რომ ქრისტიანები როგორც ცხვრები ისე არიან. შევირაცხენით ვითარცა ცხოვარნი კულადნი, ეს ჩვენ ქრისტემ გვასწავლა და ჩვენი ძალა ამაში, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მივამსგავსებით ქრისტეს და ჩვენ ამ სოფელში გამარჯვებას არ ვეძებთ, მაგრამ ამიტომ ჩვენი არ ეშინიათ, მაგრამ აბა გაბედო და მუსულმანებზე ასე გაილაშქრო. სიტყვით ვამბობ. და რეებს კადრულობენ და რეებს აკეთებენ. წარმოგიდგენთ 21 საუკუნეში რომ ასეთი ვანდალიზმი ხდება. და მხოლოდ იმიტომ რომ ქრისტიანი ხარ, არაფერს არ აშევ, მხოლოდ იმიტომ რომ ქრისტიანი ხარ, ესეთ გექცევიან და მე ამას ვიდეოებს უღებენ, მე ამებს ავრცელებენ. აი ესეთი კატასტროფული მდგომარეობა, ჩაქოლვა, ცოცხლად დაწვა ქრისტიანების. ცოცხალია და ცეცხლი უკიდი. ასე რომ ამ დროში ცხოვრობთ და აი ამ ყველაფრის ფონზე როგორ ფუფუნებაში ვარ წარმოგიდგენიათ და მაგრამ ფუფუნებას ერთი თვისება აქვს. მე არ მახსენდება ეხლა რომელი ტომი იყო ესეთი ტომი, რომელიღაც მეომარი ტომი იყო ძველი წინა საუკუნეების იქით და ისინი რომ დაიპყრობდნენ რომელიღაც ქვეყანას მეომარი ტომი იყო იქ არ ჩერდებოდნენ. თქვათ უფრო ცივილიზირებულ ქვეყანას დაიპყრობდნენ, სადაც უფრო მეტი კომფორტი იყო. ან ანგრევდნენ იქაურობას და აპარტახებდნენ, რომ ცივილიზაციის ნაშთი არ დარჩენილიყო კომფორტის, რა თქმა უნდა ცივილიზაციას კომფორტი მაქვს. ან უკან გამოდიოდნენ, რომ გაძარცვავდნენ და ამას აკეთებდნენ არა იმიტომ, რომ ცივილიზაციის ან სილამაზის ამშვენიერების აღქმა, კომფორტის აღქმა არ ქონდათ. არა, ამას აკეთებდნენ შეგნებულად. ფუფუნება ისინი ამბობდნენ, ადამიანს აზარმაცებს, ადამიანს უნდს ხდის და ჩვენ მაშინ ესეთი მეომრები აღარ ვიქნებით. ამაში არის ძალიან დიდი სიმართლე. დღევანდელი ქართველი საზოგადოება განსაკუთრებულად ახალგაზრდები, მიჯაჭვულები, მთელი 24 საათი ტელევიზორ, რატო ახალგაზრდები?
რა ბებიები არ უყურებენ ამ სერიალებს, მიჯაჭულები ტელევიზორთან და კომპიუტერთან ხდებიან ზარმაცნი, უუნაროვნი, უნდილნი, მათ აღარ აქვთ უნარი აქტიური ქმედების. ამიტომ ეკლესიაში რო ადამიანი მოვა, მოწამლული ამ უბედური გარემოთი, პირველი რაც უნდა გააკეთოს, ეს არის დისციპლინა. დისციპლინა და დისციპლინა, გაწვრთნა საკუთარი თავისა, როგორც მეომარი წვრთნის საკუთარ თავს, იმიტომ რომ ჩვენ ბრძოლაში ვართ. იმის გამო რომ ეხლა არ დაგვდევენ, თქვენ რა იცით ხვალე რა დრო დადგება. და მაშინ როგორ გაუძლებთ ჩვენ ამ განსაცდელებს, როცა კომფორტს მიჩვეული ადამიანები ვართ, როცა ორი ნაბიჯის გადადგმა არ გვინდა, თუ რაღაცა კომფორტი არ გვექნება. ამიტომ ძალიან კარგად დაუფიქრდეთ ჩვენ ცხოვრებას და ძალიან ვეცადოთ რომ ვიყოთ მტკიცენი, მეომარნი სულითა და ხორცითაც და ჩვენი ფსიქიკითაც და ყველაფრით. არ მივეცეთ ისეთი ფორმის ზღვარგადასულ განშვებასა და განცხრომას და ფუფუნებას, რომლის მერე ადამიანი კარგავს ბრძოლის უნარს. ჩვენ ამის ფუფუნება არ აგვაქვს. ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ბრძოლა აღარ გვექნება, ეს არის სასუფეველი. როდესაც ღმერთი ყველას ცრემლს მოგწმენს, როცა ჩვენ გვექნება აღარ გვექნება ჭირი, არანაირი პრობლემა, არამედ მხოლოდ სიხარული და ბედნიერება, მაგრამ იქამდე მისვლა გვინდა, რომ მე დღეს სასწაული ეკლესიაში შევედით. ჩვენ დღეს მებრძოლი ეკლესიის წევრები ვართ. და ჩვენ ვებრძვით არა ფიზიკურ მტერს, არამედ გაცილებით უფრო საშიშ და ვერაკ მტერს, უხილავ მტერს, რომელიც ისე გვატყვილებს, ისე გვაცდუნებს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი სული მოიპოვოს, რომ ჩვენ ხშირად წარმოდგენაც კი არ აგვაქვს. ამიტომ დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რომ როგორი ბრძოლა გვიწევს. კიდევ ერთხელ გავიაზროთ, ვის უნდა მივბაძოთ წმინდანებს და კიდევ ერთხელ მადლობა უთხრათ ღმერთს, რომ უფალი გვაცლის და ჩვენში არ არის ჯეჯორობით ამ ეტაპზე ჩვენს თაობაში ის განსასწრებელი, რომელიც სოფლიოში არსებობს და ჩვენთანაც იყო ხოლმე პერიოდულად ქრისტიანების მიმართ. იმიტომ რომ უფალმა თქვა, მე თუ მდევნეს თქვენც გდევნიან. ჩვენი დევნა უკეთეს შემთხვევაში არის ისე მეზობელი, თანამშრომელი, ოჯახის წევრი, რაღაც აი ამ დონეზეა ისიც სიტყვით. ან მრევლის წევრი ერთმანეთს დაკმენენ ხოლმე. მორჩა. ეს იმდანაც სასაცილოა იმასთან, რაც წეგან მოუყევით და რაც დღეს ხდება, რომ უბრალოდ სირცხვილია, რომ ჩვენ ვიწუწუნოთ. ღმერთი შეგვეციოს, წმინდა სერაფიმე საროველი შეგვეციოს და კიდევ ერთი რამ, რაც წმინდა სერაფიმე საროველის ნათქვამია, როგორ ამბობდა ის მის თანამედროვე მონოზვნებზე და დღეს რაღა უნდა ვთქვა. მაგრამ ეს ეკუთვნის არა მარტო მონოზვნებს, არამედ ყველა ქრისტიანს. მონოზონი, რომელსაც არა აქვს გონიერი ლოცვა, არის არა მონოზონი, არამედ შავი თავკომბალა. ჩვენც ესე ვარ. შავი ხარ თუ თეთრი თავკომბალა ხარ და არა ქრისტიანი და რაც შეეხება გონიერ ლოცვას, არავის არ დაუჯეროთ, თუ მე გეტყვით, რომ ეს ბერების არ დაუჯეროთ. ლოცვა თუ არა გონიერი, ლოცვა არ არის. დანარჩენი ყველაფერი უკეთეს შემთხვევაში მოსამზადებელი ეტაპია ლოცვისა, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში არის ხიბლის მდგომარეობა, როცა ადამიანი არ ატრაპებს კაი ხმაზე ამ დაუჯდომლებს, ფსალმუნებს და მთელ ამბავშია და არაფერი მის შიგნით არ ხდება და თავმომწონების გარდა. იმიტომ რომ არ ცდილობს ისწავლოს ნამდვილი ლოცვა. ამიტომ წმინდა სერაფიმე საროველს, რომლის ცხენებაც არის, ესეც დაუჯეროთ და უფალი შეგვეწევა. ქრისტემ დაგლოცოთ. ამინ.